გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. შევამჩნიე თუ როგორ მოგეწონათ ვიდეო ბლინებზე და ამიტომ ვიფიქრე, რომ საამარხო ბლინებიც აუცილებლად მოგეწონებათ. განსაკუთრებით ახლა, როცა მარხვის დროა. მაგრამ გეტყვით ერთ რამეს. ვინც მარხვაზე არ არის და ეს ბლინები გასინჯა, ყველას ძალიან მოეწონა. ხოლო შიგთავსების ასეთი მრავალფეროვნება ეს უკვე ნამდვილი გემოს ფეირვერკია. მოდით მოვამზადოთ. სამარხო ბლინებისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: მინერალური წყალი, ფქვილი, შაქარი, მარილი, მცენარეული ზეთი. ინგრედიენტების სრულ სიას როგორც ყოველთვის ჩამოვწერ ვიდეოს აღწერილობაში. ღრმა ჯამში ჩავასხათ მინერალური წყალი. ვამატებთ მარილს, შაქარს, მცენარეულ ზეთს და ფქვილს. კარგად ავურიოთ, რომ მასა ერთგვაროვანი გამოვიდეს. მე ამისთვის ხელის ბლენდერს ვიყენებ. ახლა უკვე შეგვიძლია შევწვათ ბლინები. ეცადეთ ცომი ძალიან თხელ ფენად დაასხათ. ბლინი კარგად უნდა შეიწვას, რომ მყარად დაიჭიროს ფორმა. ასე გადაბრუნებაც უფრო ადვილი იქნება, მაგრამ ზედმეტად ნუ გააშრობთ. შევწვათ მხოლოდ ერთ მხარეს, რადგან როცა შიგთავს გავახვევთ, მერე კიდევ უნდა შევწვათ მეორე მხრიდანაც. ახლა გადავიდეთ შიგთავსებზე. შიგთავსი პირველი, სოკო ხახვით. ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი შიგთავსია. დაგჭირდება სოკო შამპინიონი, ხახვი, მარილი და შავი პილპილი. ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ოქროსფერ ფერამდე. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი სოკო. სოკო შეგიძლიათ ძალიან წვრილად დაჭრათ, მაშინ ბლინში გახვევა უფრო მარტივი იქნება. მაგრამ თუ ცოტა უფრო მსხვილ ნაჭრებს დატოვებთ, შიგთავსი უფრო წვნიანი იქნება. წვავთ სოკოსაც ლამას ოქროსფერ ფერამდე. ბოლოს ვამატებთ მარილს და შავ პილპილს გემოვნებით. მნიშვნელოვანია, შიგთავსი მთლიანად უნდა გაცივდეს. შიგთავსი მეორე, კარტოფილის. დაგჭირდება კარტოფილი, ხახვი, კამა, მარილი და შავი პილპილი. გათლილ კარტოფილს ჭრით კუბიკებად და ვხარშავთ მარილიან წყალში. ცალკე შევწვათ ხახვი ოქროსფერ ფერამდე. როცა კარტოფილი მოიხარშება, წურავთ წყალს და ვაკეთებთ პიურეს. მნიშვნელოვანია, პიურე გააკეთეთ დამწყლედით და არა ბლენდერით, რადგან ბლენდერში მასა წებოვანი და უგემური გამოვა. შემდეგ ვამატებთ კამას, შემწვარ ხახვს, მარილს და პილპილს. ყველაფერი კარგად ავურიოთ, ესეც დავტოვოთ სრულ გაციებამდე. შიგთავსი სამი, მოშუშული კომბოსტო. დაგჭირდება კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, მარილი და პილპილი. ერთი კბილი ნიორი და ქინძი. კომბოსტო რაც შეიძლება წვრილად დავჭრათ. ხახვიც ასევე წვრილად დავჭრათ. მცენარეულ ზეთში შევწვათ ხახვი ოქროსფერ ფერამდე. შემდეგ ვამატებთ სტაფილოს და კომბოსტოს. ვამატებთ მარილს და ვშუშავთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული კარგად დარბილდება. შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე. ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს, ნიორს და შავ პილპილს. კარგად ავურიოთ და დავტოვოთ, სანამ მთლიანად გაცივდება. შიგთავსი მეოთხე, ბანანი და არაქისი. ძალიან მარტივი და საოცრად გემრიელი შიგთავსია, მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან: ბანანი და არაქისი. მე ვერ ვიპოვე უმარილო არაქისი, ამიტომ მარილიანი ვიყიდე. კარგად გავრეცხე მარილისგან და შემდეგ კარგად გავაშრე. შემდეგ ჩოფერში ავთქვიფე არაქისი და დავამატებ ბანანი და
კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფე. მივიღეთ ძალიან გემრიელი კრემი. ეს ბლინები განსაკუთრებით მოეწონა ჩემს შუაშვილს. ის ნამდვილი ტკბილეულის მოყვარულია და მგონი თქვენს მოგეწონებათ ძალიან. შიგთავსი მე-5 ვაშლის. დაგჭირდება მხოლოდ 3 ინგრედიენტი: ვაშლი, ქიშმიში, დარიჩინი. მნიშვნელოვანი რჩევა. დარიჩინი ჯობს ჩხირებში იყიდოთ და თავად დაფქვათ ყავის საფქვავში. მზა დაფქვილ დარიჩინში ხშირად არ ვიცით რა არის შერეული, ხოლო ასე ზუსტად იცით რას იყენებთ. ვაშლი გავასუფთავოთ კანისგან და დავჭროთ კუბიკებად. ვამატებთ შაქარს და ვწვავთ საშუალო ცეცხლზე, რომ შაქრის კარამელიზაცია მივიღოთ. როცა ვაშლზე ოქროსფერი ქერქი გაჩნდება, ვამატებთ ცოტა წყალს, ვამცირებთ ცეცხლს და ვშუშავთ. როცა წყალი აორთქლდება და ვაშლი დარბილდება, ბლენდერით ავთქვიფე. ბოლოს ვამატებთ დარიჩინს და ქიშმიშს. ვაცდით, რომ გაცივდეს. ახლა უკვე ჩვეულებრივად ვახვევთ ბლინებს შიგთავსებით. და ნახეთ, რამდენი გემრიელი ვარიანტი გამოვიდა. გემრიელად მიირთვით. დაწერეთ კომენტარებში, რომელი შიგთავსი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ასევე შეგიძლიათ თქვენი რეცეპტებიც გამიზიაროთ, დიდი სიამოვნებით მოვამზადებთ მათ ვიდეოში. გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ ხართ გამომწერი და გაუზიარეთ ვიდეო მათ, ვისაც შეიძლება გამოადგეს. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო კარგებო.